საქალაქო სასამართლოში რეჟიმის პატიმრების სისხლის სამართლის საქმეების განხილვაც გრძელდება. მოსამართლე ლელა კალიჩენკომ 18 წლის სტუდენტი საბა ჯიქია, რომელიც პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს, პატიმრობაში დატოვა. სტუდენტი 5 დეკემბერს დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ახალგაზრდას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. კიდევ ერთი დაკავებულის პროცესი მიმდინარეობს ამ წუთებში. ირაკლი ბახტაძე აშუქებს პროცესებს საქალაქო სასამართლოში. ის ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში. ირაკლი პირველ რიგში რომ გითხრა დავიწყოთ ამ 18 წლის ახალგაზრდის საქმით, რა თქვა დღეს საბა ჯიქიამ პროცესზე. საბა ჯიქიამ დღეს ბრალდებულმა ახალგაზრდამ სულ მცირე სიტყვით ისარგებლა სხდომათა დარბაზში. ის ამბობს, რომ ის დანაშაულს არ აღიარებს, რადგან სახელმწიფო ბრალდების მიერ წარდგენილი მტკიცებულებები არ ადასტურებს მის ბრალეულობას და მეტიც ჯიქია ამბობს, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია. მიუხედავად იმისა, რომ დღეს სახელმწიფო ბრალდება ამტკიცებდა, რომ მტკიცებულებები, რომლებიც მათ მოიპოვეს ამ საქმის გარშემო, ადასტურებდა იმას, რომ საბა ჯიქიამ ნამდვილად განახორციელა თავდასხმა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელზე. ამას არ იზიარებს დაცვის მხარე, რადგან ამ კადრებში, რომელიც სახელმწიფო ბრალდებას აქვს წარდგენილი, ვერ ხდება იდენტიფიცირება, იყო თუ არა ეს ნამდვილად საბა ჯიქია, სტუდენტი, რომელიც საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა. მეტიც სახელმწიფო ბრალდება ამბობს, რომ საბა ჯიქიამ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელს ჩაარტყა ფეხი, რის შედეგადაც მან განიცადა სულიერი მტკივილი, თუმცა ამ საქმეში არ არსებობს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლის ჩვენება, რომელიც ნამდვილად დაადასტურებდა ამ საქმეს. არსებობს მხოლოდ და მხოლოდ 18 წამიანი ვიდეო მასალა, საიდანაც შეუძლებელია, რომ მოხდეს იმ პირის იდენტიფიცირება, რომელიც ახლა საბრალდებო სკამზე ზის. მიუხედავად ამისა, საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და აღკვეთი ღონისძიების სახე არ შეცვალა. მიუხედავად იმისა, რომ დაცვის მხარეს თავაზობდა საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს 5000 ლარის სანაცვლოდ გაინთავისუფლებინა 18 წლის სტუდენტის სხდომათა დარბაზიდან, მოსამართლემ ეს არ გაიზიარა და აღკვეთი ღონისძიების სახე პატიმრობა არ შეცვალა. შესაბამისად, პროცესი უკვე არსებით განხილვაზე გადავიდა და სავარაუდოდ უახლოეს პერიოდში უკვე საქალაქო სასამართლოში 18 წლის სტუდენტის საქმის განხილვა უკვე ეტაპობრივად გაგრძელდება. თავს არცნობს დანაშაულე წარდგენილ ბრალდებაში, სოლიდარობას უცხადებს ყველა დაკავებულს და მადლობას უხდის ყველას მხარდაჭერისთვის. ბრალად შერაცხული აღნიშნულ დანასთან დაკავშირებით რა თქმა უნდა არ არის, თუმცა მოსამართლემ თავიდანვე განმარტა, რომ დანაშაულთან არ ქონა შემხებლობა, თუმცა გარემოების სახით მაინც დაადასტურა ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზიდან, ვინაიდან მასში აღწერილი ეს გარემოებები. მტკიცებულებებიდან გამომდინარე, როდესაც დაზარალებულს აქვს განმარტება მაგასთან დაკავშირებით მიცემული, ამბობს, რომ სხვა აქცია, სხვები ახდენდნენ ზეწოლას და შემდგომ ვიღაც მომარდა და ფეხი დაარტყა. კიდევ ერთი პროცესი, რომელიც საქალაქო სასამართლოში სულ ცოტა ხნის წინ დაასრულდა, ეს არის ანდრო კვარაცხელიას საქმე, რომელსაც სახელმწიფო ბრალდება ასევე ედავება პოლიციელზე თავდასხმას და ამ შემთხვევაშიც არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც ამ დროს ბრალეულობას დაადასტურებს, თუმცა ეს არ აღმოჩნდა საქალაქო სასამართლოს მოსამართლის რის დაბრკოლებას და სრულად გაიზიარა სახელმწიფოს ბრალდების შუამდგომლობა იმის შესახებ, რომ ანდრო კვარაცხელია პატიმრობაში დაეტოვებინა. სულ მცირე რეპლიკით ისარგებლა ბრალდებულმა ახალგაზრდამ, რომელმაც მიმართა საქალაქო სასამართლოში მყოფ პროკურორს, ყავდა თუ არა მას ცოლი, თუმცა საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ არ მისცა შესაძლებლობა, რომ მას დაესრულებინა თავისი აზრი, რასაკვირველია, ანდრო კვარაცხელიას ეს რეპლიკა ეხებოდა ბოლო პერიოდში მისი დაკავების შემდგომ მის მეუღლეზე განხორციელებულ ძალადობას, თუმცა ვერ მიიღო ბრალდებულმა პროკურორისგან პასუხი, რადგან როგორც გითხარით, საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ არ მისცა ბრალდებულს სიტყვის დასრულების შესაძლებლობა, რადგან მოსამართლემ მიიჩნია, რომ ეს არ იყო მნიშვნელოვანი ამ საქმეში და შესაბამისად ბრალდებულმა ვერ დაასრულა და ვერ გავიგეთ პრინციპში თუ რისი თქმა უნდა დაკავებულ პირს. თავად ანდრო კვარაცხელია, რასაკვირველია, არ აღიარებს ბრალს, ის ამბობს, რომ იდგა რუსთაველის გამზირზე იმისთვის, რომ დაეცა ქვეყნის ევროპული მომავალი და მას დანაშაული ნამდვილად არ ჩაუდენია. ამბობენ, მტკიცებულება არ არსებობს, რომ დაკავებაში დატოვონ ისევ და მაინც დატოვეს. ეგ წინა მოსამართლემ რაც გამოიტანა, რომ საფრთხე იყო განმეორებითი რამის, იმის გულზე ტოვებენ პატიმრობაში. რაღაცა უნდა და ეკითხა, მაგრამ ხო არ მისცეს უფლება, იმიტომ რომ ბავშვები ყავს, ამასაც არანაირი წინასწარი არასოდეს დანაშაული არ აქვს. ჩემი შვილია, არც დანაშაული აქვს, ადმინისტრაციული, აი უბრალო რამეც არა, სამსახური ჰქონდა. აქციაში ყველა დადიოდა, ჩემო კარგო და დღემდე გრძელდება ყველაფერი. ეს პირვადეს იწევს და სხვა ისვრის გვერდზე ვიღაცა, ეს ნახე მე პირადად.
აქციების მიმდინარეობისას დაყავებული ახალგაზრდების პროცესები დღეისთვის საქალაქო სასამართლოში არის უკვე დასრულებული, თუმცა 59 პირი ამ დრომდე არის პატიმრობაში, რომელთა პროცესებიც ეტაპობრივად საქალაქო სასამართლოში უკვე განახლება. თითქმის ყველა მათგანის პროცესი უკვე არსებით განხილვაზე არის გადასული. არც ერთი შუამდგომლობა, რომლებიც დაცვის მხარეს ჰქონდა ამ პირების მისამართით, რომ გირაოს თანხლებით დაეტოვებინათ მათ საქალაქო სასამართლოს ხდომათა დარბაზზე, მტკიცებულებების არარსებობის მიუხედავად საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებმა არც ერთი უფლებადამცველი შუამდგომლობა არ გაიზიარეს.